გვეს მოდეს ერთმანეთის, ასე ერქვა ხელოვნების საერთაშორისო კონკურს ფესტივალს, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული აფხაზი მხატვრის ნიკა ემუხვარის ხსოვნას მიეძღვნა. ფესტივალის მთავარ ხაზს ხელოვანის გზავნილი, ახალგაზრდა შემოქმედთა თვითრეალიზებისა და თვითგამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერა წარმოადგენდა. კონკურსზე წარმოდგენილი იყო 10-დან 25 წლამდე ახალგაზრდების ფერწერული, გრაფიკული, ციფრული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. თითოეულ ახალგაზრდას გადაეცა მონაწილის დიპლომი. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს კი ფასიანი საჩუქრები და ფულადი პრემიები. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ქალები განათლებისა და დემოკრატიისათვის, ახალგაზრდული მოძრაობა ამრასა და აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. იდეა გაჩნდა დაახლოებით 1 წლის წინ და რა თქმა უნდა იმ თავითვე ითვალისწინებდა რომ ნიკას სახელობის უნდა ყოფილიყო. და მთავარი რა არის რომ რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას მივაღებინოთ მონაწილეობა რომ მოტივაცია ჰქონდეთ ბავშვებს თვითრეალიზებისა. ძალიან მაღალი კლასის ნამუშევარია შემოსული, წარმოდგენილი, ისაც კიდევ მინდა მადლობა გადაუხადო ბავშვებს. მინდა გითხრათ რომ ჟიური გუშინ იმუშავა და საკმაოდ გაუჭირდა, მარტივი არ იყო გადაწყვეტილების მიღება. ყავს 14 გამარჯვებული. Я очень благодарна организаторам этого конкурса. მადლობელი ვარ კონკურსის ორგანიზატორების, ვაგრძელებ ჩემი შვილის საქმიანობას. მე შეიძლება ვიყო სუბიექტური, მაგრამ ის იყო ძალიან გახსნილი, ნიჭიერი, გენიალური მხატვარი. ის აგზავნიდა მშვიდობისადმი სიყვარულს და მოხარული ვარ, რომ მისი საქმე გრძელდება. მისი მთავარი გზავნილიც ხომ ეს იყო, გიყვარდეთ ერთმანეთი. ძალიან მიხარია რაღაცნაირად სიტყვებს ვერ გამოვხატავ, მაგრამ იმ ძალიან გამიხარდა. მიხარია რომ დამპატიჟეს და მოვიგე ჩემთვის აი პირველი მოგება ეს ჩემი ნახატი არის აბსტრაქცია, პეიზაჟი არის აბსტრაქციულ ფორმატში და ფერები ძალიან კარგად გადმოვხატე და უფრო მეტად ძალიან იმის გადმოცემა მინდოდა რომ ამ ქვეყანაზე მარტო ფერებით შეიძლება გადმოცემა. ჩემმა ნახატმა გაემარჯვა, რომელიც წარმოადგინა კონკურსზე და ძალიან მიხარია.